ჩემთვის ძალიან აშკარაა, რომ ქართული ოცნების ოცნება არის შეშინებული, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები, ერთის მხრივ საერთაშორისო პასუხი ყოველდღიურად უფრო მკაცრი ხდება და სწორხაზოვანი ქართული ოცნების მიმართ და მათ შორის მათთვის ძალიან აშკარა გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც მათ ნაკლები შანსები აქვთ, რომ დასავლეთის წარმოდგენები ქართულ ოცნებაზე შეცვალონ და მეორეს მხრივ იმ პირობებში, როდესაც მათ თითქოს კარგად გამოსდით გათვლა და ანგარიში, ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისის ქუჩებში ხდება სრულიად მოულოდნელი პროცესები, რომელსაც არ ყავს ლიდერი, რომელსაც არავინ აკონტროლებს და ყოველდღიურად ერთმანეთს ჩვენი საზოგადოება, ასე ვთქვათ, აკვირვებს. ამიტომ მათ აქვთ განცდა, რომ კონტროლი პროცესი აქვთ დაკარგული და დღეს ერთადერთი, რაზეც ისინი დგანან, ეს არის ტყუილი და მუდმივი მცდელობა, რომ ისევ პროპაგანდით დააზიანონ პროტესტს, მაგრამ მათ უბრალოდ არავინ აღარ უსმენს. ისოსებს მიღმა იქნება თუ არა საქართველოს პრეზიდენტიც და რაღაც დღევანდელი პრეზენტაცია ბრიფინგი, ისევე როგორც გუშინდელი ბრიფინგი პაპუაშვილის მხრიდან ამას აჩვენებდა ეუთოოდირის დასკვნამ ნამდვილად ძალიან მძიმე შედეგები მოგვცა, ხო? მათ ძალიან კრიტიკულად შეაფასეს საარჩევნო პროცესი, არც ერთი პოზიტიური შეფასება, რომელიც მთლიანობაში არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიანად ჩატარების დასკვნამდე მიგვიყვანდა, ასეთი ჩანაწერები ტექსტში არ არსებობს, უფრო მეტიც ისინი საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ ძირი გამოუთხარა არჩევნების მიმართ ნდობას და მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაზე იყო მმართველი პარტიის კონტროლი. პირდაპირ დათქმა რო არის ჩადებული წინასწარ პროპაგანდის საპასუხოდ, რომ მათი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმაციას. კი, ნამდვილად ასეა და თუნდაც რაღაც ადგილებში, სადაც პოზიტიური შეფასებები აქვთ, ან თქო ტექნიკურ ნაწილებზე ორგანიზების, იქ ყოველთვის წერენ მაგრამს, ხო? ანუ პრინციპში ვერ შევხვდებით წინადადებას, სადაც რაღაცა ტიპის ნეიტრალური ტექნიკური პოზიტიური შეფასებაა და სიტყვა მაგრამი არ გვხვდება. მაგრამ მგონი ალბათ მნიშვნელოვანია ჩვენ ვილაპარაკოთ ის რამაც პრინციპში მათ შორის საერთაშორისო დონეზე განწყობები შეცვალა და გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, ეს არის თბილისის ქუჩებში პროტესტი და ალბათ ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდება იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ ამ პროტესტის საფუძვლები, მიზეზები რა არის, ხო, რა არის ის აფექტები, ხო, გრძნობები, რომელიც აი ამ მოძრაობის უკან ჩანს და ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს არის ანტიიმპერიული აფექტი. ხო, ანტიიმპერიული გრძნობები, რომელიც ჩვენ გვაქვს იმ საუკუნოვანი ჭრილობების მიმართ, რომელიც რუსეთის იმპერიისგან ჩვენ ხალხს აქვს მიღებული და რომლის პოლიტიკური არტიკულირება აღარ ხდებოდა, უფრო მეტად არათუ არტიკულირება, არამედ მუდმივი გადაფარვა და განდევნა ხდებოდა ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ ვეღარ საუბრობდით თავისუფლად და ჩვენ არ ქონდა შეგრძნება, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც აი ამ ისტორიულ ტკივილებს და ჭრილობებს იზიარებს, გრძნობს და ამის შესახებ საუბრობს და ჩვენ ხედავთ, რომ თქვათ ეს ოკუპაცია ქართულ რეალობაში არ არის რაღაც, რომელიც ერთხელ დადგა და დასრულდა, არამედ ეს არის განგრძობადი, ხო, ყოველწლიურად ჩვენ ყავდა ასობით დაკავებული, გატაცებული ადამიანი, ახალი სოფლები, სადაც უკანონო ბორდერიზაცია ხდებოდა და გარდაცვლილი ადამიანები, რომლებიც ძალიან სიმბოლურ კონტექსტებში, ხო, ესპობოდა ციცოცხლე და ჩვენ ხედავდით მთავრობას, რომელიც უბრალოდ აი ამ ტკივილს ვერ იაზრებდა და ვერ იზიარებდა, ხო? და განსაკუთრებულად უკრაინის ომის შემდეგ, რომელიც საერთო, ხო, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი დევნილი საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინის ომის შემდეგ მათ ეს ტრავმები გაუცოცხლდათ, ხო, და რაღაცა ტიპის ეს რევიქტიმიზაცია იგრძნეს, ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ემოციურ დონეზეც, სიმბოლურ დონეზეც კი ამ თანაგრძნობას არ აჩვენებდა უკრაინელი ხალხის მიმართ და ძალიან სიმბოლურია, ხო, აი გმირთა მოედანზე უკრაინაში დაღუპული ქართული მეომრების ფოტოები და ხო ეს პატივისცემის ადგილი როგორ არის ორგანიზებული? ეს არის ხალხის მიერ ესეთი ხელით გაკეთებულ შემთხვევით ადგილას ორგანიზებული და სახელმწიფოს
პატივისცემა 0-ია. მეორეს მხრივ ეს არის იმედით წართმევა. მოდი ვთქვათ, რომ 90-იანი წლებიდან ჩვენ იმედის ასევე როგორც აფექტის მდგომარეობაში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი პოლიტიკური კლასი, ის სისტემები, რომელიც ააშენეს, ჩვენ არ გვაძლევდა იმის გარანტიას, რომ ჩვენ შეიძლება უკეთ ვიცხოვროთ. ხო, იმიტომ რომ ჩვენი ყოველდღიურობა იყო წართმევის, ჩამორთმევის, სიღარიბის, ტანჯვის, რაღაცა ტიპის ხო აი ამ პოლიტიკური წნეხის რაღაცა კონტექსტი და რაღაცა რაც გამოძრავებდა იყო იმედი რომ ჩვენ აუცილებლად უკეთესად ვიცხოვრებით, ხო? და ესეთი იმედი ჩვენს რეალობაში დაუკავშირდა ევროინტეგრაციას. ეს იმედი არ იყო მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობის იმედი, მაგრამ ესეც იყო განსაკუთრებულად 2014 წლიდან, როცა ვიზა ლიბერალიზაცია მოვიდა და ჩვენ დავინახეთ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ევროკავშირში, მაგრამ იყო ასევე რწმენა, რომ საბოლოოდ აი ჩვენი უტოპიური წარმოდგენები 90-იანი წლებიდან, რომ თუ ჩვენ ვიცხოვრებით კი ძალიან მძიმე რეგიონში, სადაც სამხრეთში არის ავტორიტარული რეჟიმები, ჩრდილოეთში არის იმპერია, ჩვენ მაინც შეგვეძლო ამ რეგიონიდან გარღვევა და დემოკრატიის და კეთილდღეობის სახელმწიფოს აშენება. ხო, ეს ხო ნამდვილად უტოპია იყო, ხო, იმიტომ რომ სომხეთი იყო მეზობლად, რომელიც პრინციპში ძალიან მალე ჩაბარდა რუსეთს და მას ეს სრულ დამოკიდებულებაში არსებობდა. აზერბაიჯანი, რომელიც ავტორიტარულია და იმის უკან კიდევ უფრო მძიმე ავტორიტარიზმი და რუსეთი, რომელიც სრული ძალაა. აი ამ დამძიმებულ გარემოში ჩვენმა ხალხმა, რომელმაც განიცადა ომები, ეკონომიკური კოლაფსი, სრული ჩამორთმევა, კრიმინალი, ავტორიტარიზმი, მან მაინც დაიჯერა, რომ ამ რეგიონიდან გაღწევა და დემოკრატიის მშენებლობა შეუძლია. და ყოველთვის ეს იმედი, ხო, დაკავშირებული იყო მისთვის ევროპეიზაციასთან, როგორც შეგრძნებასთან, ხო, რაღაც ტიპის იმედთან და მომავალთან. და ქართულმა ოცნებამ აი ეს ბოლო იმედის წართმევაც კი დაიწყო. მესამე ეს არის ოლიგარქია. თვითონვე დააფუძნა თავისი მმართველობის რამდენიმე წელი. ესეც ნიშანდობლივ რაღაც ხრი თავის თავზე თქვა უარი, იმიტომ რომ რიტორიკის დონეზე, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაწერეს. და მთელი მრავალი წელი მათ მიუძღვნეს ამის გამეორებას რიტორიკის დონეზე, ხო, ამაში რესურსი ჩადეს. ნამდვილად. ხო, ნამდვილად ასეა და ეს ასუსტებს დღეს გარკვეულწილად ქართულ ოცნებას, ხო, იმიტომ რომ მის მხარდაჭერების უფრო დიდ ნაწილში თუ მოხდა ამის გარდატეხა, თუ მათ დაიჯერეს, რომ ქართულ ოცნებას აღარ დარჩა შანსები, ხო, ევროპეიზაციისთვის, მაშინ ეს ძალიან დიდ რღვევას გამოიწვევს მათი სტაბილურობის, მათ შორის ელექტორალური სტაბილურობის. მესამე ეს არის ოლიგარქიული ლოგიკა მმართველობის, ხო, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ესე იგი არსებობს ერთი მდიდარი ადამიანი, ხარვი, რომელსაც აქვს ხელში ჩაგდებული ინსტიტუციური ძალაუფლება, ძალიან ბევრი რესურსი და რომელსაც გონია, რომ ყველაფერი შეუძლია გააკონტროლოს. ხო, ანუ ისინი გვართმევენ მართლა რესურსებს, მომავალს, გვართმევენ ძალაუფლებას, გვართმევენ კონსტიტუციას და მათ შორის მათ უნდათ რომ წაგვერთმან სინამდვილე. ხო, ანუ დღეს ქართული ოცნება აი ამ ჩამორთმევის, ხო, ყველაფრის ჩამორთმევის და მითვისების პროცესში კიდე რასაც გვართმევს, ეს არის სინამდვილე. ანუ ჩვენ ხედავთ რომ ქუჩები სავსეა ქართველები, სხვადასხვა რეგიონებიდან, ეთნიკური ჯგუფებიდან, სხვადასხვა კლასებიდან.